მოусმინეთ. ამერიკა ისრაელის ირანზე თავდასხმის პირველივე დღეს რადიო ტალღებზე რაღაც უცნაური გამოჩნდა. საიდუმლოებით მოცული მოკლეტალღოვანი რადიო გადაცემა. მამაკაცის ხმა, რომელიც მშვიდად კითხულობს ციფრების შემთხვევით თანმიმდევრობას სპარსულ ენაზე. რადიო მოყვარულებმა ის პირველად 28 თებერვალს ომის პირველ დღეს დააფიქსირეს. გადაცემა გარკვეულ სქემას მიჰყვება. ციფრების რიგი ორჯერ იკითხება ხმამაღლა, შემდეგ მოჰყვება პაუზა. შემდეგ კი სპარსულად სიტყვა ყურადღება მეორდება 3 ჯერ. ამის შემდეგ ციფრები თავიდან იწყება. ხანდახან გადაცემა გრძელია, ხანდახან შედარებით მოკლე. არავინ იცის ზუსტად საიდან მოდის სიგნალი, თუმცა რადიო მოყვარულებმა არეალი დასავლეთ ევროპამდე შეამცირეს. ომის მეხუთე დღეს ვითარება კიდევ უფრო უცნაური გახდა. ვიღაცამ სიგნალის ჩახშობა დაიწყო. ელექტრონულმა აუდმა მოულოდნელად მოიწვია რამაც თუმცა გადაცემა არ შეწყვეტილა. მან უბრალოდ სხვა სიხშირეზე გადაინაცვლა. რადიო თავისუფლებამ დამოუკიდებლად ჩაწერა ტრანსლაცია 10 მარტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სულ მცირე 2 კვირაა გადაიცემა. დღეში 2 ჯერ. მაინც რა არის ეს? ყველაზე გავრცელებული განმარტებით ეს არის ეგრეთ წოდებული ციფრების სადგური. ცივი ომის დროინდელი ჯაშუშური ინსტრუმენტი. ეს არის მოკლეტალღოვანი რადიო გადაცემა, რომელიც დაშიფრული შეტყობინებების აგენტებისთვის გადასაცემად გამოიყენება. ციფრების მოსმენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა დეკოდერის გარეშე შეტყობინებების შინაარსის გაგება პრაქტიკულად შეუძლებელია. აკიმ ფერნანდესი, რომელიც ციფრების სადგურების საკითხებში გურუდ ითვლება, ამბობს, რომ ეს კოდი აბსოლუტურად გაუტეხავია. ციფრული გასაღებები სრულად შემთხვევითია და მათი მათემატიკური გამოთვლა შედეგს არ მოიტანს. იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ სიტყვებად თარგმნიდით, შესაბამისი გასაღების გარეშე ტექსტს აზრი მაინც არ ექნებოდა. კეთილი. ეს პირველი ვერსიაა. მაგრამ რა ხდება ჩახშობასთან დაკავშირებით? ვინ ახშობს სიგნალს და რატომ? ხარვეზის სახეობა, რომელიც აქ გამოიყენება, ცნობილია როგორც ბუშტოვანი ჩამხშობი. ის ფაქტობრივად ფარავს სიგნალს, ამ ტრანსლაციას ისე რომ მისი გაგება შეუძლებელი ხდება. ისტორიულად ამგვარ ჩახშობას მთავრობები უცხოური მაუწყებლობების დასაბლოკად იყენებდნენ. ცივი ომის დროს საბჭოთა ბლოკის ქვეყნები რეგულარულად ახშობდნენ BBC-ს, Deutsche Welle-ს და რადიო თავისუფლების გადაცემებს, რომლებიც ცენზურის გარეშე აწვდიდნენ ინფორმაციას აღმოსავლეთ ბლოკის მოსახლეობას. დღესდღეობით ირანის მთავრობა მსგავს სიხშირეზე ახშობს BBC-ს სპარსულენოვან მაუწყებლობასა და რადიო თავისუფლების პროექტს, რადიო ფარდას. შესაბამისად, თუ ამ საიდუმლო სპარსულენოვან სიგნალზე თეირანი იქნება პასუხისმგებელი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის საკუთარ სიგნალს ჩაახშობდა. ეს ისევ საწყის კითხვას გვიბრუნებს. ვინ დგას ამ ციფრების სადგურის უკან? შესაძლოა ეს იყოს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც კოდირებულ შეტყობინებებს ირანში მყოფ აგენტებს უგზავნის. ან იქნებ ისრაელია, ან თუნდაც თურქეთი, რომელიც ირანის მთავრობის მიმართ სიმპათიით ნამდვილად არ გამოირჩევა. თუმცა აქ ყველაფერი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს რადიო თავისუფლებისთვის კომენტარის თხოვნაზე პასუხი არ გაუწია. ასე რომ ამ დროისთვის სიგნალი საიდუმლოდ რჩება. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში.